ვის არ უნდა ვენდოთ? რა თქმა უნდა, ზედმეტი ეჭვიანობა ადამიანების მიმართ და სრული უნდობლობა სამყაროსთან ეს ანომალია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხშირად მოტყუებულები ვრჩებით და მოტყუებულები ვრჩებით იმიტომ, რომ გარკვეული ტიპის წესებს ცხოვრებისას არ ვითვალისწინებთ და გარკვეულ წესრიგს არ ვემორჩილებით. ახლა მინდა გითხრათ, ვის არ უნდა ენდოთ ცხოვრებაში, თუმცა ნუ ჩათვლით ამას სტერეოტიპად და ნუ ჩათვლით ამას 1000%-იან ფორმულად, უბრალოდ შეგიძლიათ ამ თვალსაზრისით იფიქროთ და გაითვალისწინოთ. პირველი, არ უნდა ენდოთ მატყუარებს. რადგან ადამიანი, რომელიც ხშირად იტყუება, უნდა იცოდეთ, რომ ეს მას ჩვევაში აქვს გადაზრდილი, შესაბამისად მისთვის ტყუილის თქმა ერთგვარი კბილების გამოხეხვის პროცესის მსგავსი მოქმედებაა. ის მისთვის ჩვეულებრივი თემაა და ხშირად საჭიროება რომ არ აქვს, ასეთ დროსაც კი ასეთი ადამიანები იტყუებიან ხოლმე. ამიტომ შესაბამისად, როდესაც თქვენ იცით, რომ ადამიანი მატყუარაა, ხელმეორედ მისი ნდობა შეუძლებელია და არასწორია. ერთი ასეთი ფაქტი მახსენდება, ადამიანი მშენებელი, რომელმაც ათეულობით მოქალაქე ბინები ფაქტობრივად წაართვა, იმიტომ რომ ერთი ბინა 2-3 ადამიანზე მოტყუებით გადაყიდა, დაბრუნდა ციხიდან და ისევ იმ ხალხისგან, ვისგანაც ეს ბინები ჰქონდა მოტყუებით, ასე ვთქვათ, ვისაც ჰქონდა მოტყუებით გაყიდული, ისევ მათგან დამატებით ფული კიდევ აიღო, ხელმეორედ მოატყუა. ამ ხალხმა ყველა მიცოდა, რომ ეს კაცი მოკლედ ასეთი მატყუარა იყო, მაგრამ მაინც ენდნენ, რადგან გარკვეული ტიპის მაქინაციებით დააჯერა ამ ადამიანმა ეს ხალხი, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად სჭირდებოდა სულ რაღაც $2,000 მოგროვება და ნუ ფაქტია, რომ ესეთი მაქინაცია ჩაატარა. მაშასე, ვის არ უნდა ვენდოთ ცხოვრებაში? მეორე, არ უნდა ენდოთ მანიპულატორებს, რადგან მათთვის თქვენ უბრალოდ რესურსი ხართ. ადამიანი, რომელიც არის მანიპულატორი, ჩვენ სხვანაირად ვეძახით ხოლმე ხშირად ასეთ ადამიანებს საქმის კაცი, თუმცა არასწორი გაგებით ხმარობთ ხოლმე იდეაში ამას, საქმის ადამიანი, ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი, ეს ცუდი მოცემულობა არ არის, მაგრამ როგორც ჩვენ ხმარობთ ქართველები საქმის კაცის, ასე ვთქვათ, ფორმით, ასეთი ადამიანი, ასეთი მანიპულატორი ტიპი ყოველთვის არის საშიში. მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი ტექსტი გაიხსენეთ კვაჭი კვაჭანტირაძე, კაცი მანიპულატორი, რომელმაც იცის როგორ გაიმასქნოს საქმე. აი ეს სწორედ ეს გამაიმასქნებელი ადამიანები არიან ძალიან საშიშები, საიმისოთ რომ ჩვენ მათ ვენდოთ ცხოვრებაში, ამიტომ გახსოვდეთ რომ მეორე არის ადამიანი, ვინც არის მანიპულატორი. ახლა მესამე, ვის არ უნდა ენდოთ ცხოვრებაში. ესენი არიან ნარცისები. ნარცისული პიროვნების აშლილობის შესახებ ვიდეოები ბევრი მაქვს ჩაწერილი, შეგიძლიათ ნახოთ ამ არხზე და სხვა არხებზეც. ნარცისების ნდობა არ შეიძლება იმდენად, რამდენადაც მათთვის თქვენ ფიზიკურად არ არსებობთ. მათთვის არსებობთ თქვენ მანამ, სანამ მათ დიდებას ემსახურებით. შესაბამისად, თუ ნარცის დასჭირდა, აუცილებლად მოგატყუებთ, გამოგიყენებთ საიმისოთ, რომ საკუთარი თავი განადიდოს, მათთვის თქვენ უბრალოდ რესურსი ხართ, შესაბამისად, ნარცისის ნდობა არაფრის არ შეიძლება. მეოთხე, არ უნდა ენდოთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სიტყვას არ ასრულებენ. ეს პატარა დეტალებში ჩანს ხოლმე ხშირად, რომ რაღაცას იტყვის ადამიანი, მერე იტყვის, რომ დამავიწყდა, შემეშალა, ვერ მოვახერხე, აი ხვალ ვიზავ, ამჯერად ესე იყო და მერე სხვანაირად იქნება. მოკლედ ასეთი ადამიანის ნდობა, მცირედზე არასანდო ადამიანის ნდობა, რა თქმა უნდა, დიდზეც არ შეიძლება. ამიტომ ასეთი ადამიანებს არ უნდა მიანდოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მეხუთე, არ ენდოთ ჭორიკნებს. ჭორიკანა ადამიანები, თქვენთან როცა ჭორაობენ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენზე ჭორაობენ ისინი სხვასთან. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ მიმოცვლა ენერგიის, სიტყვების, აზრების, ინფორმაციის და ასე შემდეგ. ამიტომ ასეთი ადამიანები არ არიან სანდოები ბევრი თვალსაზრისით, თქვენ მათ
რაღაცას მიანდობთ, ისინი ამ ყველაფერს გაფანტავენ ენერგეტიკული თვალსაზრისითაც. ამიტომ ერიდეთ ჭორიკანა ადამიანებს. მეექვსე, არენდოთ ემოციურად არასტაბილურ ადამიანებს. აი გქონება განწყობა მუდმივად რომ ეცვლებათ, ისინი სულ მუდმივად ხანაობენ, ხან კარგად არიან, ხან ცუდად არიან. აი ერთ საათს არიან ძალიან მაგრად, იცინიან, ხიარულობენ, მეორე საათს არიან ძალიან მძიმე გუნება განწყობაზე. არენდოთ განა, იმიტომ რომ ისინი ცუდები არიან, უბრალოდ მათ აქვთ ძიმე მდგომარეობა, ასე ვთქვათ და წარმოგიდგენთ რომ თქვენ დასნებოვნებულ კაცს აქ კიდევ ზურგზე თქვენი ტვირთი და მერე მოსთხოვთ პასუხი, რატომ არ მიიტანა დანიშნულების ადგილას. ამიტომ ისევ თქვენი უსაფრთხოებისთვის შეგიძლიათ არენდოთ. მეშვიდე, არენდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენ საზღვრებს არ იცავენ. საზღვრებზე ვიდეო ჩაწერილია და დევს, შეგიძლიათ ნახოთ. ზოგადად ადამიანი, რომელიც თქვენ საზღვარს არ იცავს, ის არ არის თქვენთვის სანდო ადამიანი, რადგან მან ნებისმიერ დროს შეიძლება მოახდინოს თქვენი ოკუპაცია, როგორც მეზობელი ქვეყნების შემთხვევაშია ხოლმე, ხო? მეზობელი ქვეყანა, რომელიც ჩვენ საზღვრებს არ იცავს, მისი ნდობა არ შეიძლება არანაირად. ანუ რაღაცა შეიძლება კეთილი ზრახვებით მოვიდეს ჩვენთან, მაგრამ მას არ შეუძლია შენი საზღვრების გათვალისწინება, შესაბამისად, მისი ნდობა არაფრის დიდებით შეიძლება. მერვე, არენდოთ ნარკოდამოკიდებულებს, ალკოჰოლდამოკიდებულებს და თამაშდამოკიდებულებს. განა იმიტომ, რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან, უბრალოდ მათ აქვთ გარკვეული ტიპის ერთგვარი ადიქცია, რომელიც განსაზღვრავს მათ ქცევას. ასეთ ადამიანს შეიძლება პირობითად, აი ნახეთ, როგორც სტუნებაში შეიძლება ჩააგდო, მისცე, თქვათ, პირობითად ფული და ის ანუ ასეთმა ადამიანმა ვეღარ გააკონტროლოს უბრალოდ საკუთარი ქცევა და ამ თავის ადიქციას გაყვეს და თქვენი ფული თუნდაც სადღაც დაკარგოს. ან მიანდოთ მას რაღაცა გარკვეული თემის დალაგება, საქმის გაკეთება და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი ჩვენი ცხოვრებიდან საერთოდ უნდა გავრიყოთ და იზოლაციაში მოვაქციოთ. უბრალოდ მათ უნდა დავეხმაროთ, რომ არ მოიქცნენ ისე, როგორც ისინი იქცევიან. როდესაც შენ შიერკაც წინ უდებ ხორცი თავზე ჯამს, უნდა იცოდე, რომ ის ამას უბრალოდ შეჭამს. ამიტომ ამ შემთხვევაში ასეთ ადამიანებთან გარკვეული ტიპის საქმიანი ურთიერთობის დაჭერაც შეიძლება იყოს ცოტა სახიფათო. მეცხრე, არ ღირს ნდობა ისეთი ადამიანებისა, რომლებიც არასოდეს იხდიან ბოდიშს, არასოდეს აღიარებენ საკუთარ შეცდომას და ყოველთვის არიან მართლები. ასეთი ადამიანები რაღაც მომენტში შეიძლება ასეთ ადამიანებს თქვენ უბრალოდ გაგწიროთ, იმიტომ რომ საკუთარი, ასე ვთქვათ, აი ეს უდანაშაულობა გაამართლონ. ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის რაღაცის მინდობა ცოტა სახიფათოა. მე საქმიან ურთიერთობასაც არ დავიჭერდი ასეთ კაცთან, არც ქალთან, დანარჩენი თქვენი საქმის თქვენ იცით. და მე-10, გაგიკვირდებათ შეიძლება, მაგრამ არ ღირს ნდობა აგრესიული ადამიანის. აგრესიული ადამიანი, რომელიც თქვენს მიმართაც ხშირად არის ხოლმე აგრესიული, ან სხვების მიმართ არის აგრესიული, ну, უფრო მეტად თქვენს მიმართ როცა არის აგრესიული, ასეთი ადამიანის ნდობა არ შეიძლება მისთვის რაღაცა თემის მიბარება, მინდობა არაფრის დიდებით არ არის გამართლებული, ამიტომ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ უბრალოდ ამ ურთიერთობიდან და შეიძლება მე რაღაცნაირად ისევ იმედგაცრუებულ გულგატეხილი გამოხვიდეთ აი ამ კონკრეტულ შემთხვევიდან. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ შეცდომებს რა თქმა უნდა უშვებთ ცხოვრებაში, მაგრამ ხანდახან ამ შეცდომების დაშვებაში ჩვენი წვლილი უფრო მეტი არის, რადგან რაღაცა უბრალოდ არ გავთვალეთ და არ დავფიქრდით და ცოტა შეიძლება ითქვას ინფანტილურად მოვიქეცით. თუ ეს ვიდეოები თქვენთვის საინტერესოა, გამოიწერეთ ის არხი, სადაც ახლა ამას უყურებთ, მოიწონეთ, გააზიარეთ, სხვასაც ურჩიეთ და უფრო მეტი და კარგი, უფრო ღრმა ინფორმაციების მოსმენა თუ თქვენთვის საინტერესო შეიძლება იყოს, დაესწარით ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლის სხვადასხვა მიმართულებებს, რომელიც ჩვენს სივრცეში იმართება.